საღამომშვიდობისა. პროგრამა ეპიცენტრის სიამოვნებით მოგესალმებათ. დღეს ჩვენ შევეცდებით რამდენიმე იმ შეკითხვას გავცეთ ზუსტი პასუხი, რომელიც ამ კვირის განმავლობაში დაგროვდა ჩვენ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ეს კითხვები სტრასბურგთან იქნება დაკავშირებული და ჩვენ მე მგონი დღეს ძალიან, ასე ვთქვათ, კარგ ადრესატს მივაგენით და კარგ სწორ რესპონდენტს ბატონ მინდია უგრეხელიძეს. იგი მოგეხსენებათ 9 წლის განმავლობაში იყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წევრი, ანუ სტრასბურგში მოღვაწეობდა და იგი ამჟამად ვენეციის კომისიის წევრია და სამართლის დოქტორი გახლავთ. ბატონ მინდია, მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მობრძანებისათვის. მე როგორც დავაანონსე, საუბარი ჩვენი უნდა შეეხოს იმ საკითხებს, რომელიც რუსთავი 2-ისა და სტრასბურგის, ასე ვთქვათ, ურთიერთობებს ეხება. კერძოდ კი ორშაბათს უკვე გახდა ცნობილი, რომ სტრასბურგის სასამართლომ უვადოდ, როგორც ამას ამბობენ, მე არ ვიცი რა ტერმინია ეს, შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-თან დაკავშირებით. მე მაინტერესებს თავდაპირველად ასეთი საკითხი. ეს პრეცედენტია, როგორც აღმოჩნდა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მედიასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს არასოდეს მიუღია. მე მაინტერესებს, რა მდგენელი უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ ასეთი პრეცედენტი გაჩნდეს. მოგახსენებთ ახლა. იცით, აქ არის რამდენიმე ასპექტი. ჩვენ შეიძლება ამ საკითხს მივუდგეთ მეცნიერული თვალსაზრისით, სახელმწიფოს პოზიციიდან, თქვათ, მომჩივნის პოზიციიდან მოპასუხის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ჩემის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კონცეპტუალური იყოს ეს ამბავი, იმიტომ რომ ჩემდა სამწუხაროდ ამ ბოლო დროს, რაც შეიმჩნევა ჩვენთან, არის ის, რომ ყველა იმ კუთხიდან და იმ სამრეკლოდან წვრეთს მოვლენებს, საიდანაც მას შეუძლია, საიდანაც ხელეწიფება და ამიტომ მაინც და მაინც კვალიფიციური ეს არ არის. ყველაზე მარტივი რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ არსებობს რამდენიმე წყარო, რომელთაც ხელმძღვანელობს ეს სასამართლო. ერთი ეს არის კონვენცია, საერთოდ უნდა ითქვას, რომ რამდენიმე სახის საერთაშორისო სასამართლო არსებობს და ეს სასამართლო არის ის სასამართლო, რომელიც სუნთლად აბსოლუტურად და მოუკიდებლად ვერ ჩაითვლება ზოგიერთი სხვა სასამართლოსაგან განსხვავებით, მაგალითად ჰააგის სასამართლო, სისხლის საერთაშორისო სისხლის სასამართლო ის გაცილებით უფრო თავისუფალია. ეს არის ორგანო, რომელიც აკონტროლებს სრულდება თუ არა და სრულდება თუ არა სათანადოდ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და იგი არის გარკვეული გაგებით, შეიძლება თავისუფლად და გაბედულად ითქვას, რომ ის არის ერთ-ერთი ინსტიტუცია ევროპის საბჭოსი, რომელმაც უნდა განახორციელოს გარკვეული მოვალეობანი მის წინაშე და ამ კონვენციის წინაშე. ასეთია მისი სტატუსი და მას აქვს გარკვეული ფუნქცია. ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ის, რომ მან მოახდინოს ამ კონვენციის ინტერპრეტაცია. მე მოახდინოს მისი გამოყენება და შეფარდება იმ ფაქტების მიმართ, რომელიც იქ ვთქვათ შევა. იქ შედის საქმეები და ეს უკვე ყველა მიცის ჩვენთან მშვენიერი ახალგაზრდობა მოდის და იმათ კარგად აქვს შესწავლილი ეს საკითხები. თუ სწორად მივაგნებთ გაზეთშიც და ტელევიზიაშიც ჩვენად გააშუქებენ ისინი, მაგრამ ამჯერად მე რახან დამავალეთ მე ვიზამ. ეს არის ის, რომ იქ იხილება ორი ტიპის საქმეები, ორი ყაიდის საქმეები იხილება. ერთი ეს არის მოქალაქის საჩივრები, ზოგჯერ განაცხადს ეძახიან, ზოგჯერ განცხადებას აპლიკად. ბევრნაირად შეიძლება ითქვას, მთავარია რომ ეს არის სამდურავი გამოხატული საჩივრის, ასე ვთქვათ, იურიდიული ფორმით და იგი გულისხმობს, რომ იგი უჩივის თავის ხელისუფლებას. მართალია ამ საქმეებს ქვია მაგალითად ვიღაცა X-ი, ვთქვათ, საქართველოს წინააღმდეგ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის რომ ის არის მისი ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ დაგულისხმებია და ეს ყველა მიცის, რომ აქ მოქალაქე უჩივის ხელისუფლებას იმის გამო, რომ მან აირჩია ეს ხელისუფლება, მან განამწესა იქა, იხდის გადასახადებს, ასე ვთქვათ, თავის მოვალეობას იხდის მოქალაქეობრივს, მაგრამ ხელისუფლება ზოგჯერ ამას არ ასრულებს იმ ზომით და იმ დოზით, როგორც ეს მას ევალება. ამიტომ უჩივის. არის კიდე სხვა საკითხები, რომელიც სახელმწიფოთა შორისი საქმეებია, მაგალითად კვიპროსი უჩივის თურქეთს, ვთქვათ, ირლანდია უჩივის, ვთქვათ, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის საჩივარი, რომელზედაც ჩვენ ახლა გვაქვს საუბარი, ეს არის მომჩივანი მხარე, ამ შემთხვევაში მომჩივანი არის რუსთავი 2, რომელიც გამოთქვამს თავის პრეტენზიებს იმის გამო, რომ რაღაც ისე არ მოხდა, როგორც მას უნდოდა და როგორც ეს წესი და რიგია.
მას მიაჩნია, რომ მისი საქმის განხილვა მოხდა არასწორად. სტრასბურგს არ აინტერესებს ეს ვინ არის, სასამართლო იქნება, ესა პროკურატურა იქნება თუ რა. მთავარი არის, რომ სტრასბურგს აინტერესებს, რომ სასამართლო სისტემა უნდა ფუნქციონირებდეს ისე, როგორც ეს საჭიროა. ესე იგი, სათანადოდ თუ არ ფუნქციონირებს, ასეთ შემთხვევაში ის პოებს დარღვევას და ამ დარღვევისათვის, ასე ვთქვათ, მოიფიქრებს რა გააკეთოს, ზოგჯერ ეს მატერიალური ანაზღაურების მეშვეობით ხდება, ზოგჯერ ახმარებენ და აკმარებენ თავისთავად ამას და ასე შემდეგ. ის გარემოება, რომ ამჯერად მოხდა რაღაც ისეთი, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო, არის დაკავშირებული იმასთან, რომ მარტო კონვენციით კი არ ხელმძღვანელობს ეს სასამართლო. არამედ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს არის რეგლამენტი, რომელსაც ინგლისურად ქვია წესები, ამიტომ ჩვენები ზოგჯერ წესებად თარგმნენ, მაგრამ ეს არის სასამართლოს რეგლამენტი. და ამ რეგლამენტში არის ერთი მუხლი, ეს არის 39 მუხლი, სადაც გარკვევით წერია, რომ ერთ-ერთ მხარეს ვთქვათ, რომელსაც აქვს რაღაცა დავა და ასე შემდეგ. მეორეს ვთქვათ, ორივეს ერთად ან საკუთრივ სასამართლოსაც კი თავისი ინიციატივით შეუძლიათ აღზრან, ასე ვთქვათ, საკითხი იმის თაობაზე, კი არ აღზრან მარტო, არამედ შეაჩერონ, ვთქვათ, რაღაცის აღსრულება, რაღაცის შესრულება შეაჩერონ, მანამდე ვიდრე უკეთ გაერკვევიან ამ საკითხებში და მერე უკვე იწყება ის, რაც მათ აინტერესებთ. დიახ. ეხლა აქ მინდა მე ვთქვა ერთი რამე. თუ რატომ ხდება საერთოდ, როგორ ხდება საერთოდ და როგორ მოხდა ამჯერად, მე პირადად არ ვიცი, ეს მე არ მიკვლევია, მაგრამ საერთოდ ყოველი თავმოყარე სახელმწიფოს ხელისუფლება და ყოველი, ასე ვთქვათ, მხარე ცდილობს, რომ გაერკვეს ასეთ საკითხებში. იმიტომ აქ ფაქტორი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. მაგალითად, თქვენი ვარაუდი როგორია? თქვენ მაინც ჩახედული ხართ? იცით რა, იმდენი ფაქტორი შეიძლება განსაზღვრავდეს ამას, რომ მე ახლა რომ ვარაუდები დავიწყო, შეიძლება ეს იყოს ძალიან უმადური საქმე, მაგრამ მე გეტყვით ახლა რა არის? ჩემი ვარაუდი ნაწილობრივ ეყრდნობა იმას, რომ ჩვენ არ ვსწავლობთ სამწუხაროდ კარგად ტენდენციებს. ჩვენ მარტო პრინციპები კი არ უნდა ვიცოდეთ, რითაც ხელმძღვანელობს და ცხოვრობს საერთაშორისო თემობა სამართლის დარგში. არამედ ჩვენ უნდა ვიცოდეთ აგრეთვე ტენდენციები როგორია და ასე შემდეგ. ახლა ის ანუ მედია თავისუფლება ეს არის ის ტრენდი, რომელიც დღეს ევროპას ძალიან აწუხებს. მოგახსენებთ ეს ნამდვილად არის. თავად ეს საქმე რა თქმა უნდა არ არის მედიასთან დაკავშირებული საქმე, მაგრამ მედიის წარმომადგენლობა არის აქ მხარე და ამიტომ უკავშირდება, ასე ვთქვათ, უკავშირდება არაპირდაპირ, მაგრამ თავისთავად აქ არის ძალიან საინტერესო რამ. მედიის თავისუფლება თავისთავად აბსოლუტური ღირებულება არ არის. მედიის თავისუფლება მოწმდება სხვადასხვა სტანდარტები. და ეს სტანდარტები სხვადასხვა, მაგალითად გერმანიაში ეს სტანდარტი, როდესაც დაეჯახება მედიის ინტერესი, ვთქვათ, ისეთ ღირებულებას, ფაქტობრივად აბსოლუტურ ღირებულებას, როგორც არის ღირსება, იქ აუცილებლად უკან იხევს, იმიტომ რომ მიაჩნიათ, რომ ღირსება ეს არის ღირებულება და ასე შემდეგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა და მისი იურისპრუდენცია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის თავისუფლებას. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ჭარბათაც კი მეჩვენება ხანდახან, მაგრამ თუმცა ახლა ტრამპის განცხადებები სხვაგვარ ტრამპი მაინც არის ერთეული პიროვნება, მაგრამ მე ვლაპარაკობ ასე ვთქვათ, როგორია საერთოდ ტენე. ტრამპმა რაც გააკეთა, ის მართალიგითრად ჩემთვის მაინც გასაგები და არც მისაღები არ არის, იმიტომ მოულოდნელობით არის ახსავსე, ასე ვთქვათ, ეს ამბავი და ის ისე ალბათ ვერ დარჩება, თვითონ ტრამპიც ვერ დარჩება იმის ერთგული, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ მოხდეს, მაგრამ მაგაზე არ არის საქმე. ჩემი აზრით საინტერესო არის ის ამბავი, რომ ეს ტენდენცია თანდათან იკვლევს გზას და მოიკაფავს გზას აქეთ ევროპისაკენ. იმიტომ რომ ევროპას ყოველთვის ჰქონდა ძალიან ზომიერი პოზიცია. ჩვენი სასამართლო, ანუ სტრასბურგის სასამართლო, სადაც მე მიხდებოდა მოღვაწეობა, რაღაც ოქროს შუალედს პოებდა ხოლმე ამ ორ უკიდურესობას შორის, რომელთაგან დასაძრახი არც ერთი არაა, მაგრამ ყველას აქვს თავის ტრადიცია და თავის ტენდენცია რა. ამიტომ როგორ გითხრათ, ის დისკურსი, რომელიც გამოიყენება ხოლმე საერთოდ, თქვათ, ამერიკელის მიერ, ევროპის მართლმსაჯულების მიერ, მე ვგულისხმობ საერთაშორისო მართლმსაჯულების მიერ და გერმანიის
ასე ვთქვათ, სამართლის სისტემის მიერ არ არის ერთნაირი. ის რიტორიკა არ არის ერთნაირი. ესე იგი, სიტყვების შერჩევა ერთნაირი კი არაა მათი მხრიდან, არამედ სხვადასხვა და თვითონ მსჯელობაც ერთ სივრცეში და ერთნაირად კი არ მიმდინარეობს. ამიტომ მე მეჩვენება, რომ ყოველი ქვეყანა, რომელსაც უხდება ან შეიძლება მოუხდეს ასეთ საკითხებთან შემხებლობა, ამ საკითხებს უნდა სწავლობდეს ძალიან სერიოზულად და კონცეპტუალურ დონეზე. მე მაგალითად ძალიან დიდი გულისწყობით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში როცა არსებობდა სამართლის ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქონდა ის ზალა, რომელიც უნდა ჰქონდეს, მომენტალურად, ესე იგი, სწრაფი რეაგირების წაზით, თინათინ წერეთელი იყო ჩვენი საყვარელი მასწავლებელი და ის ამბობდა, რომ მიმდინარე პროცესებს მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ აქ თავს იჩენს ტენდენციები. ამას სწავლობენ, სერიოზულად სწავლობენ. გასაგებია, ბატონო მინდია. ანუ ამას რატო ევროპა, ამბობ, იცით? მე მგონი ამას- ლუპით უყურებს დღეს ჩვენი ტიპის ქვეყნებში სწორედ მედიის თავისუფლების ხარისხს. მე ასე მეჩვენება, იმიტომ რომ ასეთი სწრაფი რეაგირება ფაქტიურად მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ასე ვთქვათ, ცნობის სახით მიღება იმისა, თუ რა რის აღსრულებას აჩერებს, ეს ნიშნავს, რომ რაკი საქმე მედიას ეხებოდა და რაღაცნაირად სიტყვის თავისუფლებას უკვე გახდა შესაძლებელი, რომ შეჩერებულიყო, მაგრამ აი შემდეგ უკვე რას ნიშნავს უვადო შეჩერება? უვადო შეჩერება მე არ ვიცი. აი მე ამ ტერმინების განმარტება მინდა. ანუ ალბათ შეჩერება რაღაცა ასე ვთქვათ, დიახ. სიტყვა უვადო შეჩერება ასეთი გამოთქმა არ არსებობს, ესაა სწორედ ის რიტორიკა, რომელიც არასწორად გამოიყენება. იცით რა არის ეს ყველაფერს უნდა როცა ელაპარაკები ევროპასთან, როცა ელაპარაკები ახლა ჩვენს გაზეთებში რა იწერება და რანაირად გამოიყენება ეს სიტყვები, ეს არის ზოგჯერ ჟურნალისტის მიერ მოხერხებული და კომფორტული ფრაზა, მაგრამ უვადო შეჩერება ეს არის აღწერილობა იმისა, რასაც ისინი ელიან ან რაც მიაჩნიათ რომ მოხდება, რაც ნიშნავს უვადო შეჩერება. როდესაც შეაჩერებენ აღსრულებას, ეს არის ძალიან წინასწარი და შუალედური ღონისძიება. ამის მერე შეიძლება აღარ გახდეს ეს საჭირო, შეიძლება გახდეს, ამას აჩვენებს ის მასალები, რომელიც შევა იქა და რომელიც შესწავლა მოხდება. მის კვალობაზე მოხდება ყველაფერი. უვადო არაფერი არ არის. და რომ შეისწავლიან, მერე რა შედეგი შეიძლება როგორ ხდება დადგეს? მიგეთქვით, ესე იგი, როცა შეისწავლიან ამ ამბავს, პროცედურები არის ასე. ეხლა ჯერ თვითონ საქმის ოფიციალური მიღება წარმოებაში უნდა მოხდეს, მას შემდეგ რაც წარმოებაში ანუ მოხდება. ჯერ არ არის წარმოებაში ტექნიკური მიღება მიღებული. სხვა რამეა, ეს იგი ორი момენტია. ერთი არის თუ არა დოკუმენტაცია ისე გაფორმებული, როგორც საჭიროა. ეჭვ მაქვს რომ აღმოჩნდება, იქნება. რომ ეს არის ალბათ, იმიტომ რომ ახლა ჩანს რომ აქ კვალიფიციური ის მუშაობს ძალა ძალიან ეტყობა სულიად აღარ არის ეს ამბავი. მეორე ამბავი არის ის, რომ მე ხდება წარმოებაში მიღება, ესენი ეძახიან ზოგჯერ ამას არა მისაღებობას, არამედ დასაშვებობას, არ აქვს მნიშვნელობა. წარმოებაში რომ მიიღებენ, მე ამას შეისწავლიან ძალიან კვალიფიციური იურისტები და მე მოახდენენ კომუნიკაციას, ანუ კითხავენ იმ ხელისუფლებას, რომელსაც უჩივიან, რას გვეტყვით თქვენ იმის თაობაზე, რაც მოხდა. ამის მერე გადაწყდება საკითხი იმის შესახებ, როგორ მოხდეს ამ საკითხების განხილვა. საკითხების განხილვა თქვენ გაგიგვირდებათ ალბათ და ჩვენს მსმენელსაც გაუგვირდება, რომ უმეტეს შემთხვევაში ხდება დახშული კარს მიღმა. ეს არ ხდება ზეპირი მოსმენით, მაგრამ ზეპირი მოსმენითაც ხდება თუ კი დარწმუნდებიან იმაში, რომ ზეპირი მოსმენა უფრო მეტ შუქს მოხფენს და მეტ სინათლეს შეიტანს სადაო საკითხში, რა. ამის შემდგომ მოხდება ეს პირველი, ასე ვთქვათ, მოსმენის შემდეგ მოხდება პირველი კენჭისყრა და განსხვავებით ჩვენი სასამართლოსაგან იქ არის ორჯერ, ასე ვთქვათ, შეკრება, მერე მოხდება მეორედ, იმიტომ რომ პირველი შეკრების დროს მოხდება გაცვლა-გამოცვლა აზრებისა, ამას ჩაიწერენ, გააანალიზებენ, დახვეწენ, მერე მისცემენ სათანადო სახეს, ამით შედგება პროექტი, შეიძლება ალტერნატიული პროექტით შედგეს, თუ ახლოს არის ორი ვარიანტი, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან. და მე ხდება საბოლოო კენჭისყრა. მე გამოცხადდება ესა და იმას უკვე აი რა შედეგი შეიძლება დადგეს საერთოდ სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება არა საერთოდ რა ხდება საერთოდ თავარი არის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ სასამართლოს შეუძლია ცნოს ან არ ცნოს დარღვევა ან შეიძლება ნაწილობრივ ცნოს და ნაწილობრივ არა თუ ცნო ერთ შემთხვევაში არის თქვა დიდი მატერიალური ასე ეს თავარი არის ის რომ ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა ეს კარგად დაინახოს რომ ეს არ არის
ისეთივე სასამართლო, როგორც ეროვნული სასამართლო. დიახ. ეს სულ სხვა სულ სხვა სასამართლო. სასამართლო. აბსოლუტურად განსხვავებული სასამართლო. ზოგს გონია, რომ აქ იგივე საკითხი განიხილება და იგივე საქმე განიხილება, რომელიც ასე ვთქვათ, განიხილებოდა, ვთქვათ, უზენაეს სასამართლოში. არავითარ შემთხვევაში. ის საქმე არ განიხილება, არამედ განიხილება სულ სხვა საკითხი, რამდენად სწორად ხდებოდა წესების დაცვითა და კონვენციის მოთხოვნათა დაცვით, სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით, ასე ვთქვათ, ამ საქმის განხილვა. ეს სულ სხვა საკითხია. გასაგებია. ესე იგი, ერთი გზა არის კომპენსაცია. დიახ, მაგრამ გარდა ამისა, ზოგჯერ სხვა რამე ხდება. ახლა მაგალითად თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც ასანჯის საქმე იხილებოდა, სადაც აგრეთვე ჩამოყალიბდა ახალი ის რა ქვია, პრეცედენტი, იქ მოხდა ისეთი რამ, რომელიც აღსრულებას ეხებოდა და ეს აღსრულება სასამართლო საქმე არ იყო, ეს მინისტრთა კომიტეტის საქმე იყო, მაგრამ სასამართლომ იკისრა, რომ ჩაეწერა მასში პირდაპირ თუ რა უნდა გაეკეთებია საქართველოს აღსრულების თვალსაზრისით. გამიგეთ? ასე რომ იქ რა მოხდება და რა ახალი რამ მოხდება, კაცშვილმა არ იცის, იმიტომ რომ მე მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ, რომ იქაურ მოსამართლეებს, ამ სასამართლოს მოსამართლეებს ერთი სული აქვთ, როდის მიაგნებენ ისეთ ვარიანტს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ტენდენცია გაცილებით არის უფრო მეტი, რომ ცნონ დარღვევა, ვიდრე არ ცნონ დარღვევა. მე მაგალითად ჩემი მეგობარი იყო ერთი მალტელი მოსამართლე არაჩვეულებრივი ბონელო და 11 საქმე, რომელიც შემსობას განიხილეს მალტის საქმე, 11-ვეში თვითონ ეროვნულმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი, ასე ვთქვათ, თავის ქვეყნის მხრიდან რაღაცის დარღვევას. მე ვეხუმრე კიდევაც შენ ეტყობა ადვოკატი რო იყავი, აქაც ადვოკატობას აპირებ მეთქი, იმიტომ არ შეიძლება როგორ არის იცით ხან ერთი მხარია მართალი, ხან ასე არ ხდება, რომ ყოველთვის ერთი მხარია მართალი. ანუ ამ სასამართლოში უფრო მეტია დარღვევის დაფიქსირება თუ არის? არა, მე არ დამითვლია და არც არავის დაუთვლია. ტენდენცია ამ მიმართებით არ არის. არ არის, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საკუთრივ შეხედეთ ეს შეისწავლება ხოლმე. ამას სწავლობენ სერიოზულად დისერტაციებს იცავენ. მოსამართლეები მათ შორის ისეთებიც კი, რომლებიც არიან ძალიან ობიექტური, იქ არის მოსამართლეთა გარკვეული კატეგორია, რომლებსაც ეძახიან ვიოლაციონისტებს, ანუ დარღვევის მოყვარულებს, რომლებსაც უფრო უყვართ დარღვევები. რატომ? იმიტომ რომ ამით მათ მიაჩნიათ ზოგჯერ გულუბრყვილოდ და ზოგჯერ საფუძვლიანად, რომ ისინი ისტორიაში შევლენ როგორც დემოკრატიისათვის მებრძოლი. ეს მარტო საქართველოში კი არა, ასეთი ხალხი ყველგან არის. და ამით მე მაგალითად სულ არ გამოვრიცხავ, რომ მე არ ვიცი ვინ იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ ვიღაცა მიხელთა მომენტი თქვენ ყოფილხართ მორიგე მოსამართლე. კი, ყოფილი ვარ. აი რა ტიპის რა ასე ვთქვათ რიგითობა აქვს ამ მორიგეობას? არა, არავითარი რიგითობა არ აქვს, როცა მე ვიყავი, ეს იყო აგვისტოს თვე, მაშინ ყველანი ისვენებდა, იკითხეს ხომ არავინა ისეთი, რომელიც რჩება ამ გარკვეული ხნის განმავლობაში და მე მართლაც მომიწია დარჩენა და დავრჩი და ჰოლანდიაში მცხოვრებმა ბანგლადეშელმა ქალმა, რომელიც სხვა შორის იყო ორსულად ამ დროს, ასე ვთქვათ, იყვირა რომ მე მასახლებენ აქედან, უნდა კი არ გამასახლონ, არამედ გამაძეონ და უნდა გამიშვენ ბანგლადეშში, სადაც საშინელებები მელოდება. და მე შევაჩერე მისი ისა, მაგრამ ის იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, რომელიც არ უკავშირდებოდა სხვა რამეს. ეხლა მე მაინც მინდა იქითკენ წავიდე, რატომ მოხდა რომ ეს პრესასთან გახდა, ასე ვთქვათ, დაკავშირებული. აი ეს ამნიშნულოვანი დია. მე მაინც მეჩვენება რომ ლოგიკურად გაცილებითი ადვილება კაც დაიჯეროს რომ თუ კი მესაკუთრე გახდა რაიმესი, ვთქვათ ბინის მესაკუთრე თუ გახდა, იმ ბინას ისე მოაწყობს, როგორც თვითონ უჩვენია სუჩკოაზე ხوردატოებს იმასა რა. ამიტომ იმათ გაუჩნდათ გარკვეული ეჭვი იმისა, რომ თუ კი საკუთრების საკითხი გადასდა ვიღაცის სასარგებლოდ, ვაი თუ ასე ვთქვათ, ამან რაღაცა შეზღუდოს, ვიღაცა შეზღუდოს, რაღაც გავლენა მოახდინოს საკუთრივ ჟურნალისტურ, ასე ვთქვათ, სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. ხო, ან სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მე უნდა მოგახსენოთ, რომ მარტო ის, რაც მე მოგახსენეთ, რომ უნდა ვისწავლოთ ჩვენ რა ხდება, საითმიდის ტენდენცია, სად უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ და როგორ უნდა ვიყოთ, ჩვენ სხვა რამეც უნდა ვისწავლოთ. მე მაგალითად ასეთ შემთხვევაში ძალიან დავინტერესდებოდი რა ხდებოდა იქ, მაგალითად რა საკეთებდა მაგალითად საქართველოს წარმომადგენლობა იმ დროს, რამდენად ადევნებდა თვალყურს ამ ამბავს, რამდენად ინტერესდებოდა, რამდენად არის დღეს საქმის კურსში. გასაგებია რა, ესეთი მომენტები არის, იმიტომ რომ ზოგჯერ ძალიან მწვავდება ურთიერთობა ეროვნულ ხელისუფლებასა და იმ სასამართლოს შორის.
აი მაგალითად გერმანიას ერთხელ ძალიან გაურთულდა ურთიერთობა ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით. ასევე გაურთულდა რუსეთს, ძალიან გაურთულდა ერთხელ ეს ურთიერთობა. და უნდა გითხრათ კიდევ ერთი რამ, რომ საერთოდ ჩვენს იმას უნდა გქონდეს უფრო ჯანსაღი წარმოდგენა. ევროპის საბჭოში და საერთოდ სტრასბურგში არის რა თქმა უნდა საპარლამენტო ასამბლეა, არის მინისტრთა კომიტეტი და არის სასამართლოც. ესე იგი, იქნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ აქ არის ხელისუფლების დანაწილება სამ განშტოებად. მაგრამ იგივე საპარლამენტო ასამბლეა საკანონმდებლო ორგანო კი არ არის იქ. ის სხვა საქმეს აკეთებს. იგივე მინისტრთა კომიტეტი. ესე იგი, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიტანოთ ავტომატურად, ასე ვთქვათ, ჩვენი წარმოდგენები შიდა სამართლებრივი და შიდა სახელმწიფოებრივი ცხოვრების შესახებ იქაურობაზე. იქ ეს გაცილებით უფრო თავისუფალ რეჟიმში ხდება და არ არის გამორიცხული ზოგჯერ სუბიექტივიზმიც, არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ადამიანები არიან ისინი და ადამიანები რახან არიან, ადამიანის თანაარსი არის შეცდომა. შეიძლება დაუშვას შეცდომა, შეიძლება ბუროტმოქმედებას დაუშვას. არაფერი გამორიცხული არ არის. ბატონ ნინდია, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი განმარტებებისათვის. პირადად ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგი დაინტერესებულია სწორედ მედიის თავისუფლების საკითხებით, რადგანაც მე მიმაჩნია, რომ გასული 4 წელი საკმაო მონაპოვრები დაგროვდა საქართველოში ამ მიმართებაში და ეხლა შეიძლება რაღაცეები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა როგორც ახალი დემოკრატიის და განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანა ვიყოთ სწორედ იმ ლუპის ქვეშ, რომელიც განაპირობებს აი ჩვენი დემოკრატიული მდგრადობის საფუძვლებს. ბატონო, უკაცრავად, მაგრამ მე მინდა ერთ საკითხს შემოგედავოთ მხოლოდ, იმიტომ რომ ამ საკითხში იმათაც ვედაებოდივე. იცით რა არის ახალი დემოკრატიები, პირობითად უწოდებენ, არის ძველი დემოკრატიები, მაგრამ ძალიან საინტერესო პოზიცია უჭირავს საქართველოს ამ მხრივ. საქართველო არის ისეთი ქვეყანა და ისე ერი, თუ ვილაპარაკებთ თანამედროვეებით, რომელმაც თავის დროზე სულ სხვა გეზი აიღო, იცით თქვენ რა იყო ეს გეზი მაშინ 1918 წელს და ასე შემდეგ, მაგრამ მის დაუნებურად დაკარგა. ესე იგი, ის არც ძველში ჯდება და არც ახალში, ეს ჯდება ისეთ ძველ დემოკრატიაში, რომელმაც დაკარგა ამის შესაძლებლობა, რომ მის ხელთყოფილიყო ყოველივე ეს და ახორციელებს ახლა აღდგენას და ეს აღდგენის პროცესი და რემონტი, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე თავიდან დაწყება სიცოცხლეს. მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ შევძლებთ ისე აღვადგინოთ. აბსოლუტურად დარწმუნებულია. დარწმუნებულია. და ეს არის ჩვენს ძალებში და ჩვენი ნება უნდა იყოს. მადლობას მოგახსენებთ და აქვე ვიტოვებ პირობას, რომ თქვენ იქნებით ხოლმე ჩვენი სტუმარი, სწორედ აი ასეთ საკითხებზე კომპეტენტურად. სამწუხაროდ ჩემი კომპეტენცია არ ვიცი, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია თქვენთვის გასაგების სპეციფიკური, ასე ვთქვათ, მდგომარეობისა და სტატუსის გამო, მაგრამ აი ასე ზოგადი, ასე ვთქვათ, განმარტებებისთვის არ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს ზოგადი განმარტებები, იმიტომ რომ ეხლა თქვენს განმარტებებამდე მე ცოტა სხვანაირად მეჩვენებოდა ის ძირითადი მომენტები, რომელიც ალბათ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის. თავარი არის ის, რომ ის მარადი რო ახსენეთ თქვენ თუ სამუდამო რაღაცა, არაფერი არ არის სამუდამო, თუ უადო არ არის, ის აუცილებლად ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს, მეცაც გეტყვით. სრულიად მოულოდნელად სულ ბოლო ეტაპზე შეიძლება უცებ გადაცდეს მისაღებობის საკითხი, რომ არ უნდა მიიღოთ ან არ არის სწორი. ასე რომ იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ეს იმაზეა დამოკიდებული ჯერ ერთი, რამდენად ასე ვთქვათ, სერიოზული მასალა შეგროვდება ან ერთი და ან მეორე მხარის ხელში. მე არ გამოვთქვამ ჩემს დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, შინაგანი დამოკიდებულება მაქვს და მე მეორე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე არის ის, რომ უნდა შეგეძლოს კარგ ლანგარზე დადო. იმიტომ შენ შეიძლება შენი სიმართლე ვერ მიიტანო საჭირო ადგილამდე ისე როგორც საჭიროა და მეორე მხრივ აღმოჩნდეს მეორე მხარე, რომელსაც შეუძლია თავისი ტყუილიც კი შესანიშნავად მოაჩვენოს სიმართლედ. აი ამ საკითხში ორივე მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი რომ იყო მართალი და მეორე ის რომ შენ შეგეძლოს, იმიტომ თუ არ შეგიძლია ესა. ეხლა მე მაგალითად წერილობით დოკუმენტებსა და ახლა მე რო ვიცნობ, თქვათ, ჩემები არიან ახლა და აკეთებენ დოკუმენტებს, თქვათ, წერენ ამ საკითხებზე, ვინც მუშაობენ. იმავე იუსტიციის სამინისტროში მართლა ძალიან დიდი ოსტატები არიან და ყველაფერი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
ქვეყანამ, ერმა, მხარემ, მებრძოლმა მხარემ უნდა იცოდეს რა ქნას. ესე იგი ჭადი და ყველი დადოს იმაში, რა ქვია, ოქროს ლანგარზე და უკეთ აღიქმება ეს, თუ გოჭის ხორცი გაახვიოს მაგალითად ტუალეტის კაღალდში. სრულიად განსხვავებულია და თუ ეს არ ეცოდინება მაგალითად ვინმეს, მე თავის თავს უნდა დააბრალოს. გასაგებია. მადლობას მოგახსენებთ, ჩვენ ამ თემაზე სასაუბროთ. მეორე ნაწილში ჟურნალისტები მოვიწვიეთ და მე ვფიქრობ, რომ ისინი ისმენდნენ ახლა თქვენს განმარტებებს და ჩვენ შევეცდებით, რომ უკვე ჟურნალისტური და მედიური თვალსაზრისით განვიხილოთ. მაშასე ზვიად ქორიძე და მერაბ მეტრეველი იქნებიან ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში. მანამდე კი სოციალური რეკლამა. ეპიცენტრი კვლავ ეთერშია და დაპირებისამებრ ამჯერად სტუდიაში ჩემი კოლეგები ზვიად ქორიძე და მერაბ მეტრეველი არიან. ზვიად, თქვენ უსმენდით ბატონ მინდია უგრეხელიძის განმარტებებს. ფაქტიურად მან თქვა, რომ აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში ვიცნობდეთ იმ ტენდენციებს, რომელიც ევროპაში ვითარდება. სტრასბურგი ფაქტიურად ჩვენთვის არის აპატიეთ სტრასბურგი არის ჩვენთვის ევროპის ძირითადი, ასე ვთქვათ, ცენტრი, საიდანაც როგორც ეთყობა ლუპით უყურებენ დღეს ჩვენს ქვეყანას. ეს მე აღვნიშნე, რომ პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ ალბათ აუცილებელია. მე მაინტერესებს ზვიად, შენ რა კომენტარს გააკეთებდი ამ განმარტებებთან დაკავშირებით, რა იყო შენთვის ყურადსაღები, იმიტომ რომ ბატონი მინდია უგრეხელიძე 9 წელი მუშაობდა ამ სასამართლოში და მან მშვენივრად იცის ის, ასე ვთქვათ, მექანიზმი, რომლითაც ეს სასამართლოა აწყობილი და რისთვისაც იგი საერთოდ არის შექმნილი. ძალიან საინტერესო კომენტარები ჰქონდა ბატონ მინდიას და ის ზუსტად იმაზე საუბრებოდა ახლა მაყურებელს თქვენს ეთერში. რაზეც ალბათ ნაკლები ცოდნა, ნაკლები ინფორმაცია აქვს ჩვენ საზოგადოებას მთლიანობაში, რომ ეს არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, არ არის ტიპიური სასამართლო, როგორცაც ისინი ყოველდღიურად ან ან რაღაც პერიოდულობით სხვადასხვა თემაზე აწყდებიან ხოლმე ქვეყნის შიგნით და ეს არის სასამართლო, რომელიც გარდა იმ კონვენციით დადგენილი ნორმებისა, რომლის დაცვასაც აკვირდება და იცავს ამ კონვენციურ ნორმებს, გარდა ამისა ის ქმნის გარკვეულ ტენდენციებს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრებაა, იმიტომ რომ მთლიანობაში ეს ტენდენციები იკვეთება იმ პრეცედენტების საფუძველზე, რომელსაც ადგენს ეს სასამართლო და ყველა გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში. ასეთი ტიპის, რა თქმა უნდა, არის პრეცედენტული და ნებისმიერი ტიპის. აქ ვსაუბრობთ შეჩერების მექანიზმებზე, რომლითაც ის ადგილობრივი ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს ხანდახან აჩერებს, არამუდმივად, მაგრამ იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებათა შესაფასებლად, ყველა მათგანი გარკვეულ პრეცედენტს შეიცავს და ის ასევე გამოიყენება შემდგომ ყველა სხვა მსგავსი გადაწყვეტილების განხილვისას. ისეთი პრეცედენტი, როგორიც რუსთავი 2 საქმეზე დაუშვა სტრასბურგის სასამართლომ, ჯერ მორიგე მოსამართლე და შემდგომ 7 მოსამართლიანმა კოლეგიამ, ეს არ იყო აქამდე აპრობირებული მეთოდი, მექანიზმი ამ სასამართლოს ისტორიაში, იმიტომ რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დაუცველობა, უпростоრად დარღვევას თუ კი აქამდე შეიძლება იქ ასაჩივრებდა ცალკეული პირი, პერსონა, შეიძლება ეს ყოფილიყო ჟურნალისტიც, მაგრამ არა მედია ორგანიზაცია, არა იურიდიული პირი, რომელიც ამბობს, რომ თუ მას მიაჩნია, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება მისთვის ქვეყნის ეროვნულ სასამართლოში, მაგრამ თუ აღსრულდა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქართველოს სასამართლომ, შეიძლება ან და გადაეცა ტელეკომპანია იმ მესაკუთრეს, რომელიც სასამართლომ დაადგინა, არსებითი განხილვის შემდეგ შეიძლება დადგეს ისეთი გადაწყვეტილება დღის წესრიგში, რომ ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს შეცვლილი, ისევ ადგილობრივი სასამართლოს მიერ ან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ, მაგრამ ამ დროს იმის გამო, რომ გადაცემულია ეს ტელეკომპანია უკვე დადგენილი მოსამართლისთვის, შეიძლება ისეთი ზიანი მიადგეს სარედაქციო პოლიტიკას,
რომ მე ამისი ანაზღაურება, ამ ზიანის ანაზღაურება ვეღარ მოხდეს და ვეღარ შეფასდეს. აი ეს იყო ამიტომაც პრეცედენტული მოსამართლემ იფიქრა და თქვა, რომ რა თქმა უნდა ახლა ჯობს შევაჩეროთ ჩვენ ეს ამ გადაწყვეტილების აღსრულება და დავიწყოთ არსებითად მსჯელობა და შეიძლება ეს არსებითი მსჯელობა მხოლოდ დარჩეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე, ან არ დარღვევაზე, ან გაცდეს ამ ფარგლებს და გადავიდეს უკვე გამოხატვის თავისუფლების პრიზმაში. ჩვენ არ ვიცით მოსამართლეები იქ როდესაც იწყებენ საუბარს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევაზე, იმიტომ რომ ამას ასაჩივრებს რუსთავი 2, იქ რა ტიპის დარღვევას წააწყდება მოსამართლე, ან წააწყდება თუ არა, თუნდაც რომელიმე ნორმის დარღვევას, ეს ჩვენ არ ვიცით და ამიტომაც არის საინტერესო, იმიტომ რომ ესეთი დადგენილი სქემატური მიდგომები იქ არ აქვს სასამართლოს. მერაბ ფაქტიურად უკვე 2 კვირა აი ამ მსჯელობის, ასე ვთქვათ, ეპიცენტრში ვიმყოფებით. გამოიკვეთა ის მომენტები, სხვათა შორის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, უпростоრად საგამოძიებო ჯგუფმა გააკეთა გამოძიება აი ამ რეპორტიერმა გამოძიებელმა რუსთავის საქმესთან დაკავშირებით და იქ ამ გამოძიებაში გამოკვეთილია სწორედ დვალისა და აქიმიძის, ასე ვთქვათ, მომენტები და იქ ფაქტიურად არის მტკიცებულება იმისა, რომ ხელისუფლებამ სწორედ ამ ორ ადამიანს და ეროსი კიჭმარიშვილთან ერთად ძალადობრივი გზით დაათმობინა წილები. ის რომ ეხლა ჩვენმა უზენაესმა სასამართლომ ცნო მესაკუთრეთ ხალვაში და დღეს მე ვკითხულობდი სხვათა შორის გავრცელდა ინფორმაცია რომ ბატონი ხალვაშის და რომელიც უმრავლესობის წევრი ყოფილა პარლამენტში ერთ-ერთი მსხვილი შემომწირავი ყოფილა აი ამ საარჩევნო ასე ვთქვათ წინა პერიოდში საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა სტრასბურგის მიერ ამ საქმის ასე ვთქვათ აღსრულების შეჩერებამ უკვე ისეთი გარემოებები წარმოქმნას, რომ უკვე აქიმიძისა და დვალის ასე ვთქვათ ამ ტელევიზიის მფლობელობის საკითხით წამოვიდეს წინ? ეგ იქნებოდა ყველაზე სამართლიანი ჩემი აზრით, უბრალოდ სამართლიანი იქნებოდა თუ ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიება დასრულდებოდა. კი, მაგრამ იქ ამბობენ რომ ხანდაზმულობაა. აი სასამართლოს დავას, აი ეს არ ეხება პროკურატურას. ეგ ეხება სასამართლოში თუ შეიტანენ დავას, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა იყო, მათ სასამართლოში არ შეიტანეს და 2012 წელს როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება, შეიტანეს პროკურატურაში სარჩელი. ანუ ისინი ითხოვდნენ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის გამოძიებას, რომ მათ ეს ხო დანაშაულია, ან დანაშაულის გამოძიებას ითხოვდნენ. ამ საქმეზე პროკურატურამ დაიწყო ძიება 2012 წელს. დაკითხა თითქმის ყველა მოწვე, მათ შორის ეროსი კიჭმარიშვილიც, ყველა ვინც კი ამ საქმეზე, ფაქტობრივად საქმე იყო მიყვანილი ბოლომდე და სადღაც 2014 წლისთვის როგორც კი ქიბარ ხალვაში გამოჩნდა არენაზე, პროკურატურამ ეს საქმე შემოვიდა თაროზე. კი, ეს ცნობილია. აი ეს არის მთავარი კითხვა ამ შემთხვევაში, თუ ამ ხელისუფლებას უნდა სამართლიანობის აღდგენა, თუ ის ამტკიცებს, რომ მის მეპატრონებს წაართვეს, ეს ქონა წართვა ხო დანაშაულია. გამოეძებია უნდა ეს დანაშაული და შემდეგ უკვე პროკურატურა თუ დაადგენდა დანაშაულს, ეს იქნებოდა ალბათ ჩემი აზრით ახალი გარემოება და თვალზე აქიმიძესაც ექნებოდა ჩანსი, რომ ედავათ ქონების დაბრუნებაზე. მაგრამ ეს არ გააკეთა და ამან გააჩინა ბევრი კითხვა, რომ ამ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა კი არ აინტერესებს. იმიტომ რომ თუ სამართლიანობის აღდგენა აინტერესებდა, იქ შეიძლება ვიღაცები ისეთი აღმოჩენილიყონ დამნაშაეები, ვინც ამ ხელისუფლებას არ უნდა რომ იყოს, ხო? იმიტომ ქიბარ ხალვაშიც ამ წარსულში მონაწილეობდა, ხა ნებსით უნებლიეთ, შეიძლება მასაც დიდად არ ეყიტნავებოდა ეს ამბავი, მაგრამ რატომღაც მგონია რომ მას ისევე აინტერესებდა მაშინ რუსთავი 2-ის ყიდვა, როგორც მაგრამ ფაქტია რომ ის ამაში მონაწილეობდა. ამიტომ რომ მე უკვე ვარაუდობ იმას რომ ივანიშვილმა და ხელისუფლებამ ჩათვალეს რომ აქიმიძეს და დვალს ისე მარტივად ვერ გააკონტროლებდნენ როგორც მაგალითად ქიბარ ხალვაშ რომლის დაც არის უმრავლესობის წევრი და პათიანია და ჩათვალეს რომ ჟარგონს თუ გამოვიყენეს სტავკა გაეკეთებინათ ხალვაშზე და არა ჯარჯზე და დვალზე. უბრალოდ იმის გამო რომ ეს კითხვა არ გაჩენილიყო მე საზოგადოებაში რომ კი მაგრამ მესაკუთრე როგორ არის ქიბარი ისიც ერთ-ერთი წამრთვევია და ჯარჯი და დვალი არ არიან, მესაკუთრე ეს კითხვა რო არ გაჩენილიყო და უფრო მეტი ლეგიტიმაცია შეეძინა ამ ყველაფერს. გახსოვთ,
ჩართეს საქმეში ჯარჯით და დათოც და ქიბარი გამოვიდა ინიციატივით რომ 50%, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია ჭირდებოდათ. ამ ყველაფრის და ლეგიტიმაცია, მორალური ლეგიტიმაციაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. არის სწორედ დვალის და აქიმიძის მხარეს. შესაბამისად, მათ ჩართეს რომ თვითონ აი 50%-ს მოგცემთო. მაგრამ დღეს რა ირკვევა? დღეს ირკვევა ის რომ ქიბარ-ხალვაში შეცვალა კიდევ ერთ ჟარგონს გამოვიყენე, პლასტინი გამოატრიალა. და დღეს სულ სხვა რამეზე ლაპარაკობს. ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ არ ვიცით რაღაცაზე კიდე უნდა მოვილაპარაკოთ, იქნება არ იქნება და დღეს დვალი სულაც არ არის დარწმუნებული, რომ იმ შეპირებულ 50%-ს მის. ანუ დღეს რა სიტუაციაა, რომ სასამართლომ 100% მიაკუთვნა ადამიანს, რომელიც მონაწილეობდა ამ წართმევაში, უბრალოდ ამ წართმეული ქონება მიიღო, რომელსაც კაპიტი არ გადაუხდია თავისი ფული რეალურად რუსთავიორის ყიდვაში ამ ადამიანს და დღეს რუსთავიორის დამაარსებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი არიან დამოკიდებული ქიბარ-ხალვაშის კეთილნებაზე. თუ მისცემს რამეს თუ არ მისცემს. მე კითხვა დავსვი სწორედ ეს, რომ აი სტრასბურგის მიერ ამ საქმის აღსრულების შეჩერება ხომ არ იქნება ბიძგი იმისთვის, რომ არა, ამას უპასუხობ ხელისუფლებას რომ დომოდა რომ ჯარჯი და დვალი ყოფილიყვნენ. ხელისუფლებას კი არა, ჯარჯი და დვალი ხომ არ გააქტიურდებიან. არავის ნდომაზე არ უნდა ვიყოთ ასე დროს დამოკიდებული. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში რა ხდება? კი ბატონო, ხელისუფლებაზე ვარ დამოკიდებული. რა კი გაჩნდა სამოქალაქო დავა? და ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე, რა თქმა უნდა, აქ ეს საქმე გამოწვეულით უნდა განეხილა. კი მე მესმის, რომ მოსარჩელი მხარე იყო ბატონი ქიბარ-ხალვაში, მან დაწერა სარჩელი, მან დაიწყო სამოქალაქო დავა და ეს სამოქალაქო დავა დამთავრდა სასამართლოში მისი გამარჯვებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოში. ჩვენ საუბრობთ სხვა რამეზე, რამდენად გასცა ყველა იმ კითხვას, რაც ახლა დასვა მერაბმა სტუდიაში და კიდევ სხვა კითხვებია, უფრო მეტი, უფრო მაღალი ლეგიტიმაციის კითხვები, იმიტომ რომ თუ ვამბობთ, რომ ქიბარ-ხალვაშმა საერთოდ არ უყიდია ტელეკომპანია და ფაქტია, რომ ერთი ფურცელის, ფარატინა ფურცელიც კი არ ჩანს, რომელიც ადასტურებს, რომ მას რაიმე თანხა აქვს გადახდილი ტელეკომპანიის შესყიდვაზე, მაშინ საინტერესოა, ვისგან მიიღო მან საჩუქრად ეს ტელევიზია, მერე რამდენი დახარჯა ამ ტელევიზიაში, იმიტომ რომ როდესაც ის ტელევიზიიდან გაუშვეს, მას რაღაცა კომპენსაცია მისცეს. რისთვის მისცეს ეს კომპენსაცია, რა იყო ის თანხა? ანუ ეს იყო რაღაცა მისი გახარჯული თანხის ნაწილი თუ არა. მაგრამ უფრო საინტერესოა, ვისგან მიიღო მან საჩუქრად ეს ტელევიზია. როდესაც ამბობს, ჩვენ ეროსი კიცმარიშვილისგან ვერ ვიღებთ დღეს ბუნებრივია ინფორმაციას, მაგრამ როდესაც ის იყო ცოცხალი, ის ამბობდა, რომ ტელეკომპანიაში გადაიხადეს ფული, ვინ გადაიხადა ფული, ეს არ ვიცი ჩვენ და ეს არის გამოსაძიებელი ზუსტად. არა, იცით რა, ზუსტადაც ეხლა სასამართლომ თუ დაგვიტოვა შენ მერაბ და მე ეს ეჭვები, იცით რა, მე კი არა, სივრცე თავისუფალი და ჩვენ გამოვთქვა ჩვენი ვარაუდი, წავალ ძალიან შორს. რამდენი გადაუხადეს დავით დვალს, რამდენი ჯარჯი აქიმიძეს, ისინი ხან ერთ რიცხვს ასახელებენ, ხან მეორე, სხვები სხვა რიცხვს ასახელებენ. ჩვენთან რო იყოს თუმრად თქვა რომ 600.000 გადაუხადა. წარმოგიდგენთ? 30% ქონდა ეროსი კიცმარიშვილს, 30 დვალს და 30 აქიმიძეს. ეროსი კიცმარიშვილს, როგორც არაოფიციალურად ცნობილია, მისცეს რამდენიმე მილიონი. არა, უბრალოდ აი საიდან ვიცით? ეგიც არ ვიცით. ეროსი იმ გამოძიებაში ეროსი კიცმარიშვილის ძმა ამბობს, რომ ეს ფული არ მივიდა ამ ადამიანებმა. არა, უკაცრავად. აი კიდევ ერთხელ ჩვენ მარჩიებთ. დიახ, ეს არის მარჩიელობა, რა თქმა უნდა. ჩვენ შეიძლება გვაქვს ინფორმაციები, რომელიც არ არის გადამოწმებული და ამიტომ არ ვაძლევ თავისუფლებას ახლა მე აქ ვისაუბრო, მაგრამ მოსამართლე ცოტა სხვა პერსონაა, სხვა არბიტრია ამ საქმეში და მან უნდა ეს ყველა ინფორმაცია გამოითხოვოს დოკუმენტირებულის და არადოკუმენტირებულის და მან სამართალი უნდა დაადგინოს და უნდა აღასრულოს სამართალი, მართლა გავიგოთ, ვისგან მიიღო საჩუქრად ქიბარ-ხალვაშმა ტელევიზია, იმიტომ რომ მას არ აქვს ფული გადახდილი და თუ იმან ვინც იყიდა ქიბარ-ხალვაშის ფული იყო, ამას როგორ ასაბუთებს? ან ვინც იყიდა რეალურად იმან ფული ვისგან აიღო, რომ მეყიდა. ეს ახლა მე ეჭვებს გამოვთქვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კითხვებზე პასუხები არ არის. სასამართლოს არ გაუწია. ბუნებრივია, ეს საქმე წავიდა პირველ ინსტანციაში ამ წარმატებით,
მეორე ინსტანციამაც იგი სამოსამართლიანი კოლეგიით დატოვა ძალაში და უზენაესმა სასამართლომ, სადაც 9 მოსამართლე იჯდა და რუსთავი II ითხოვდა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დამერღვა მე სააპელაციო სასამართლოში და მომეცი შანსი, რომ შენთან მაინც ვიპოვო სამართალი და მომისმინე, უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ თქვა, რომ არა, მე ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილავ ამ საქმეს და აი ეხლა ეს საქმე უდევს მაგიდაზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს. ანუ მას შეუძლია დააბრუნოს, მას შეუძლია დაავალოს, დააკისროს საქართველოს ხელისუფლებას, რომ კიდევ ერთხელ გამოიძიონ ეს საქმე. შეიძლება დააბრუნოს და დაავალოს საქართველოს სახელმწიფო, რომ დაბრუნდეს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა. შეიძლება უფრო არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღოს ისეთივე პრეცედენტული ხასიათის, როგორიც აღსრულების შეჩერებაზე მიიღო და არავინ არ ელოდა ამ გადაწყვეტილებას. არ ვიცი რა, უბრალოდ ახლა მე მართლა ვერ დაუშვებ ახლა პრეცედენტის ბუნებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს кейსი რუსთავი II საქართველოს წინააღმდეგ არის საქმე, რომელზეც დღეს ახალ ევროპულ პრეცედენტს ქმნის სტრასბურგის სასამართლო და იმის მაგივრად, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს აი ამ გამოწვევის წინაშე დგას და ფიქრობდეს რეალურად რა ხდება, აი ეს რა ტენდენცია, რაზეც ბატონი მინდია საუბრობდა, რა ტენდენციასთან აგვაქვს დღეს საქმე, ამის მაგივრად ფიქრობს იმაზე და ეუბნება საქართველოს მოქალაქეებს, ვიცით რა, ეს ზეიმი ერთ თვეში დასრულდება. გუშინ უმრავლესობის ლიდერმა ბრძანა, ხო ეს ფრაზა უკაცრავად საზეიმო საქმე არ არის. შეიძლება კონკრეტული ჟურნალისტები დღეს ზეიმობენ რუსთავი II-ში და მე რა თქმა უნდა მათ ამ ზეიმს გარკვეულწილად სოლიდარობას უცხადებ, იმიტომ რომ მათი სარედაქციო პოლიტიკა ახლა არ დაირღვა. მაგრამ ეს საზეიმო ვითარება არ არის, ეს არის ძალიან მძიმე ვითარება სახელმწიფოსთვის. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება, რომ ამ პლანში ჩვენ არ გადაგვიყვანს ხელისუფლება და არ გვეტყვის, რომ ეხლა ხო ზეიმობთ რაღაცას, მე ამ ზეიმს ეხლა ერთ თვეში დაგისრულებთ. რითი აპირებს დასრულებას? რა ფორმით აპირებს? ის არ დააპირებს დაელოდოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას? და შესაძლებელია ეს, რომ არ დაველოდოთ? ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელი ქვეყნები არ შეერთებიან საერთოდ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, არიან ქვეყნები, რომლებმაც დათქმები გააკეთეს, აი შეხედეთ ბელარუსს, რომელიც არ შეერთებია ამ სასამართლოს. აი შეხედეთ რუსეთს, რომელმაც შეაჩერა, დიახ, ზახაროვის საქმე, ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რომელიც ასევე პრეცედენტულია თავისი ბუნებით და სხვათა შორის ეს საქმე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან კარგად და მნიშვნელოვნად გამოიყენა, როდესაც ის მოსმენების კანონთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას წერდა გასულ წელს. იქ ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ იყო ასეთი პრეცედენტული საქმე და ზახაროვი იყო ჟურნალისტი, რომლის უკანონო არალეგიტიმური მოსმენები და შესაბამისად მისი უფლებების დარღვევა იყო დაფიქსირებული და იქ ძალიან მნიშვნელოვანი სანქციები დააკისრა რუსეთს ევროპის სასამართლომ და ამის შემდეგ მიიღო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირო კანონი, რომლითაც მან თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ეწინააღმდეგება ჩემს ნაციონალურ ინტერესებს ევროპის სასამართლოს, ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მის აღსრულებას ვაჩერებ ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზეო. ასეთ პრაქტიკას ჩვენ ხომ არ უნდა შევხედოთ, ასეთ პრაქტიკას ხომ არ უნდა მივბაცოთ. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ამ გზას არ დაადგება. ეხლა ზეიმი არ ეხარი ფიქრის დრო და დაკვირვება, რას მუშაობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, რომელშიც საქართველოს მთავრობაც უნდა ჩაერთოს მთელი პასუხისმგებლობით, უნდა ჩაერთოს რუსთავი II-იც და წარმოადგინოს დეტალურად ყველა მასალა და მართლა ყველამ ერთად დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ამით საქართველოსთვისაც და ევროკავშირისთვისაც, მთელი ევროპული სივრცისთვის, უკაცრავად ევროსაბჭოსთვის იქნება ახალი პრეცედენტი და ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ეს არის ახლა ეს გამოწვევა გვაქვს ჩვენ. მე მიმაჩნია, რომ რუსთავი II საქმე თავიდან ბოლომდე გამოსაძიებელია. მე ვფიქრობ, რომ აქიმიძის და დვალის, ასე ვთქვათ, მომენტი არის წინ წამოსაწევი, პირადად ჩემი აზრია ასეთი, მაგრამ მე ამავე დროს მაინტერესებს, რატომ შევედით მედია. სხვა ფიგურანტები არ გამოჩნდნენ დოდოს საქმეში, როდესაც დაიწყება მართლა დეტალური გარჩევა.
შეიძლება. გამოჩნდა, ვინც გამოსაჩენია ვინც გამოჩნდა. გამოსაჩენია? ეგ არის აუცილებელი, ამიტომ დიახ. მე წინასწარ ვერ ვამბობ, მე წინასწარ ვერ ვამბობ, რომ ხო? ან ქიბარ ხალვაშია მესაკუთრე, ან დავიდუალე. დიახ. ძალიან მიჭირს ამისი თქმა, თუმცა ინფორმაციები მეც მაქვს, ხო? მაგრამ თქვენ გახსოვთ დიახ. ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ 2011 წელს, როცა ის პოლიტიკაში მოვიდა. პირველ თუ მეორე ინტერვიუ იყო სატელევიზიო მისი ირმა ინაშვილის მისცა ობიექტივს. ეს მონაკვეთი დღემდე არის სოციალურ ქსელზე შეგიძლიათ ნახოთ, სადაც ის ამბობს, რომ ქიბარ ხალვაში იყო ფიქტიური მართველი. ივანიშვილი ამბობს ამას. მე არა. ის იქ არაფერს არ წყვეტდა და სიამდვილეში რა მოხდა იქ, ვიცით მე და ქიბარმა და მოვა დრო და ამას ვიტყვით. ეს იყო 2011 წელს. ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე დაახლოებით 1 წლის თუ წელიწადახევრის წინ კავკასიამ ეს ინტერვიუ გაუხსენა იძემეშვის პრესკონფერენციაზე და კითხა რომ თქვენ დაგვიბრით 2011 წელს იტყვით რა მოხდა თქვენ იცით რუსთავიორთან დაკავშირებით და გვითხარით და საკმაოდ აგრესიული პასუხი ჰქონდა იმაში თქვენ რატომ ასწავლით მე როდის უნდა ვთქვა ეს დრო არ მოსულა ჯერ და რომ მოვა დრო მე ვიტყვი ანუ ხო და მე მინდა ვკითხე ივანიშვილს რატო გვიმალავს თუ იცის რა მოხდა გითხრა რატო მისი სიტყვები სასამართლო რატო არ თხოვს მას რომ გასცეს პასუხი ხო ეგ კიდე მეორე საკითხია ზუსტად ვეთანხმები თუ არის ასეთი საჯარო განცხადება რა თქმა უნდა შეგიძლიათ სოციალურ ქსელში ნახოთ სადაც იგი ამბობს რომ მან და ქიბარმა იციან რა მოხდა სინამდვილეში მაშინ სასამართლო უნდა დაინტერესდეს ეს არის სასამართლოს პრეროგატივა სასამართლოზე რომელიმე მხარემ უნდა მოითხოვოს რა თქმა უნდა და მე მაინტერესებს საერთოდ რაღაცა მედია აი ამ 4 წლიანი პირადად საზოგადოებრივი მაუწყებლის ასე ვთქვათ პოზიციებიდან გამომდინარე გეტყვით რომ 4 წელი 2012 წლიდან 2016 წლის ბოლომდე ვიყავით აბსოლუტურად იმ განცდით რომ ჩვენ ვართ იმ ქვეყანაში და იმ მაუწყებელში სადაც არის სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი სადაც არის მთლიანობაში სახელმწიფო სადაც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია და იდეა აბსოლუტურად გარკვეული და საერთოდ მედიის турბულენტობა არ იყო ისე შესამჩნევი. ეხლა მთელი მედია სივრცე საზოგადოებრივი მაუწყებელი და ისედაც ზოგადადაც ნუ რუსთავიორის ასე ვთქვათ რუსთავიორს თუ არ ჩავთვლით, ფაქტიურად არ იყო ასეთი турბულენტობა მედიაში. ნუ რაღაცნაირად ეხლა შევედით რაღაცა ისეთ ზონაში. საპატრიარქოს ტელევიზიის ამბავიც კი წამოტივტივდა ამ დღეებში და საპატრიარქოს ტელევიზიის კი სხვა თემაა, მაგრამ ესაც რაღაცნაირად მედიას უკავშირდება. რა ხდება? იქნებ აი ეხლა ჩვენ სამმა ჟურნალისტმა რაღაცნაირად ჩვენი ვარაუდები გამოვთქვათ. ზვიად, რა ხდება? ფიზიკის კანონების ახსნას ხوار დავიწყებ, როდის ჩდება турბულენცია, ხო? ფაქტია, როდესაც აი ეს ველი მიკარნახე როგორც ფიზიკაში წავიდე, ხო? მაგნიტური ველი ხა იქნება ელექტრომაგნიტური ველი. რა თქმა უნდა, ხდება ჩამოყალიბება ეს პროცესი 2014 წლიდან უკვე შესამჩნევად მიმდინარეობს ისევ ერთი პოლიტიკური ვექტორის გარშემო მოხდეს თავმოყრა სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მანამდე არსებული ტელევიზიების და უკვე მათი ხედვები, მათი სარედაქციო პროდუქტები გარკვეულწილად თავის შინაარსით, თავისი პოლიტიკით ემსგავსება ერთმანეთს და რაც თავია თავისი განწყობები და თავისი დამოკიდებულებით თავრობის პოლიტიკის მიმართ და კიდევ იმითაც ემსგავსება ერთმანეთს, რომ მინიმალიზებულია სადისკუსიო სივრცე, მინიმალიზებულია ხალხის ხმა, მინიმალიზებულია დისკუსიები და დებატები, აი ასეთ კონგლომერატს, როდესაც ვქმნით და ვაძლიერებთ, ბუნებრივია, მერე ცნუნება დიდია იმისა, რომ უკვე ყველა სხვა მსხვილი მოთამაშე შეკრიბო და ამ მსხვილი მოთამაშეების რანგში რა თქმა უნდა განეხილება რუსთავიორი და განეხილება საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაკუთრებული როლი აქვს და განსაკუთრებული ვალდებულებები საზოგადოების წინაშე და როდესაც 2016 წლის არჩევნების წინ მედია თანამეგობრობაში დიდი დისკუსია მიდიოდა, რამდენად სწორია
აი ეს ქმედება, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უახლოვდება აი იმ დაჯგუფებების ინტერესებს ექსიტპოლებთან დაკავშირებით, სადაც იმედი, მაესტრო და GDS-ია. იმაზე კი არ იყო ლაპარაკი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექსიტპოლი არ უნდა გაეკეთებინა. ან იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ 200,000 ლარი ამ შემთხვევაში ექსიტპოლისთვის ბევრია, არა. აქ საუბარი იყო ზუსტად იმაზე, რომ ეს ტელეკომპანია, უпростоრად მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ შეიძლება იყოს იმ პოლიტიკური პროდუქტის თანამოზიარე, რომელიც იმიტომ შეიქმნა, რომ ამით გადაეწონა სხვა პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ტელევიზიის რუსთავი 2-ის მიერ მომზადებული ექსიტპოლი. ანუ ექსიტპოლების პოლიტიკურ ომში საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა ჩათრეულიყო. რა თქმა უნდა. და ეს იყო პრობლემა, რომ ის კი არა, რომ ექსიტპოლის შედეგები დაიდო. მაშინ უნივერსალურ გამოსავალს თავაზობდით, ხო, საზოგადოებრივ მაუწყებელს. მოდი, ისიც აიღე, ესეც აიღე და ორივე შესთავაზე მაყურებელს და უფრო მეტი დისკუსია გაშალე. არა, მან ეს ამჯობინა. კი, მე თვითონ ვიაღიარა, რომ მე ფულიც კი არ გადავიხადე, იმდენად აცდენა იყო ამ შედეგებშიო, მაგრამ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მაშინ ფული არ დაუკარგავს. მაშინ იყო მცდელობა და მე მგონი რომ სანდოობა სერიოზული ჭრილი მიაყენა და აი როდესაც ასე სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვით და მისთვის ჭრილის მიყენებით ხდება ტელეკომპანიების როლის შესუსტება, ეს იწვევს ზუსტად აი იმ ერთი პოლუსის გაძლიერებას და ერთპოლუსიანი სივრცე ძალიან ძიმე ფიზიკური მოვლენაა და იქ რა თქმა უნდა турბულენცია ძალიან საფრთხეა და მოკლევადიანია რაც თავარია. მერაბ, შენ როგორ ფიქრობ, რითი დამთავრდება დაუშვათ აი სწორედ ეს ერთპოლუსიანი მედია სივრცის შექმნის მცდელობა? რამდენად შესაძლებელია დღეს საქართველოში იმ პირობებში, როდესაც ფაქტიურად მაუწყებლობები არ არის მთავარი, ასე ვთქვათ, ინფორმაციის წყარო, როდესაც მომხმარებელი ძირითადად სოციალური ქსელებიდან და ინტერნეტიდან იღებს ინფორმაციას, რამდენად შესაძლებელია ამ მცდელობის წარმატებით დასრულება? ვერ დაგეთანხმებით, რომ ძირითადად ინტერნეტიდან იღებს, ეს ჩვენ სირგული ვიყურებით მარტო ქალაქში, მაგრამ ესე არ ხდება სოფლად განსაკუთრებით. და არ ხდება ვთქვათ უფროსი ასაკის ადამიანებში ჩვენ თუ ნახავთ NDI-ის IRI-ის ბოლო გამოკითხვებს, სადაც კითხვა თუ საიდან იღებ ინფორმაციას, ტელევიზია კვლავ არის პირველ ადგილზე. ასე რომ ტელევიზიის მნიშვნელობა ჯერ ძალიან დიდია. და იქამდე შეიძლება შორი იყოს, როცა ტელევიზიას გადაფარავს ინტერნეტი. ამას შეიძლება რამდენიმე ათეული წელი დაჭირდეს. ამიტომ დღეს რამდენი ათეული წელი დაჭირდეს. შეიძლება პლუს მინუს 10 წელი. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვამბობ იმას, რომ დღეს ეს 100-ია და დღეს ტელევიზიის მნიშვნელობის გადაფასება შეუძლებელია ამ მიმართულებით. ამას მიხვდა ხელისუფლება, თქვენ სწორად აღნიშნეთ 2014 წლიდან. ამას მიხვდა კარგად, იმიტომ რომ 2014 წლამდე როგორც ჩანს მათ ჰქონდათ იმის ილუზია, რომ რაღაცა დამონათებით გამოვიდოდა ივანიშვილი გააკრიტიკებდა ვიღაცებს გახსოვთ თქვენ იმედს და რუსთავიორს მაესტრო საყოდურობდა რომ რუსთავიორის დღის წესრიგით რატომ მუშაობთ და ყოველდღე იმის კრიტიკი, მაგრამ ბოლოს რომ მიხვდა რომ თუ მედიას აძლევთ თავისუფლებას ისინი ძირითადად მაინც მუშაობენ რომ watchdog-ის პრინციპით, ანუ ძირითადად არიან ჩასაფრებულები და კრიტიკულები, მიხვდა რომ არანაირი შეგონება არაფერი ამაზე არ გაჭრის და თუ უნდა რომ ყველა ტელევიზია არ იყოს ჩასაფრებული და კრიტიკული, მან ტელევიზია უნდა გააკონტროლოს და დაიწყო 2014 წლის ბოლოდან 15 წლიდან ეს პროცესი და ნუ დღეს უნდათ რომ დააგვირგვინონ რუსთავიორის თემით და საბოლოო ჯამში ის ადამიანები რომლებიც სულ რუსთავიორის კრიტიკაში ვიყავით დღეს რუსთავიორის დამცველებად გვაქციან სწორედ ამის გამო. კი, რა თქმა უნდა, საქართველოში არის დამოუკიდებელი მედია საშუალებების სხვებიც და გაცილებით თავისუფალი და დამოუკიდებლები, ვიდრე რუსთავიორია. ამას მეძვადასტურებ, რომ გაცილებით თავისუფალი მედია უბრალოდ მათი გავლენა იმის მიათედიც კი არ არის, რაც არის რუსთავიორის, მარტივი არის, როცა ეს რეიტინგები ხდება, ეგრეთ წოდებული შეარი, ხო, 30% აქვს რუსთავიორს და მაგალითად TV პირველს აქვს 1%. ანუ რა ხელა განსხვავება ხო, ხედავთ, ანუ გავლენაში. შესაბამისად, აქ საუბარი არის იმაზე, რომ რუსთავიორი არის ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც ვერ აკონტროლებს ხელისუფლება. რუსთავიორი არის დიდი ტელევიზია, რომელსაც გავლენა აქვს ხალხ და მასობრივად უყურებენ ადამიანები.
დარჩა ერთადერთი, იმიტომ რომ მეორე იყო იმედი ასეთი, ის წაიღო ფაქტობრივად ხელისუფლება, მაესტრო იყო და რომ თლათ თავისუფალია სარედაქციო, ასე ვთქვა, დამოუკიდებლობა რუსთავიურზე ხანდახან არა, რა თქმა უნდა, არ არის ხა რუსთავიური ფაქტია, რომ დეკლარირებულია მასეთი სარედაქციო რუსთავიურზე ფაქტია, რომ გავლენა აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ძალიან დიდი, ხა ამას ვერცად ვერ გავექცევით, უბრალოდ აქ გამოვშე არ გვინდა ჩვენ, რომ თუ არჩევანი გვაქვს, რომ ყველა ტელევიზიაზე ოცნებას კონდეს გავლენა თუ ზოგზე ოცნებას და ზოგზე ნაციონალიზებას ჯობია რომ მრავალფეროვნება მაინც იყოს და ვიდრე დივერსიფიცირებული იყოს ინტერესები და საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს ის მაუწყებელი სადაც ყველა ტიპის ინტერესი იყოს. ეს ყველაფერი მე დაგვირგვინდა ამ პროცესებით, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარდება და გააჩინა ბევრი ეჭვი, რომ ახლა ვასილ მაღლაფერიძეს პიროვნულად დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეჭვი გააჩინა იმან, რომ ის მუშაობდა მეცხრიარზე GDS-ზე, ანუ ის იყო ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თანამებრძოლი. ფაქტობრივად ესე იყო და აი ეს აჩენს ეჭვს, როდესაც პოლიტიკური თანამებრძოლი მისი მოდის ტელევიზიის დირექტორად, აქ უკვე ჩდება ეჭვები. ამაზე არის საუბარი და არა იმაზე, რომ ეხლა რატო ვასიკო და სხვა შეიძლება უკეთესი ყოფილიყო. არა. აქ პიროვნებაზე არის საუბარი, არის პოლიტიკურ ბექგრაუნდზე და ამიტომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება ნდობა, ისე როგორც ამ ქვეყანაში სასამართლოს სჭირდება ნდობა, პროკურატურას სჭირდება ნდობა, ძალოვან სტრუქტურებს სჭირდება ნდობა და ხელისუფლება იმისაგრად რომ წასულიყო და ემუშავა იმაზე რომ სასამართლოსთან ნდობა გაჩენილიყო, პროკურატურასთან ნდობა გაჩენილიყო, მედიის მიერ ნდობა გაჩენილიყო, პირიქით უფრო აღვივებს ამ უნდობლობას. აი ასეთი დანიშნულება. ერთადერთი ამას დავუმატებ, რომ სარედაქციო პოლიტიკას ძირითადად განსაზღვრავს, უბრალოდ სარედაქციო პოლიტიკას ხო ძირითადად განსაზღვრავს საინფორმაციო პოლიტიკა თვითონ არხის. ნებისმიერ არხზე, სადაც არ უნდა ნახოთ თქვენ სოფლიოში, რომელიმე არხი აუცილებლად იქ ჟურნალისტი, რომელიც ტოქ-შოუში სვამს კითხვას, ან ნებისმიერი სხვა ტიპის შემეცნებით გადაცემას აკეთებს, ბუნებრივია ის ამოდის საზოგადოებრივი ინტერესიდან და სვამს იმ კითხვას, რაც არის მნიშვნელოვანი. მიუკერძოებლობის ხარისხი, მიუკერძოებლობის სტანდარტი არის მაღალი საინფორმაციო პროგრამაში. მე ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ის საინფორმაციო ნაკადი, რომელიც აქვს რუსთავი 2-ს, მოხდება სხვა ტელევიზიების საინფორმაციო პროგრამებში, ესე იგი ეს ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ რუსთავი 2-ს ექნება მხოლოდ ის ინფორმაცია იმაზე ადრეც, როდესაც სხვა სატელევიზიო არხები არაფერს აკეთებენ ამ თემაზე, მაშინ აქ მიკერძოებასთან არ აქვს საქმე, აქ აქვს საქმე იმაზე, რომ ეს ინფორმაცია არ უნდა დაიმალოს. სხვათა შორის საპატრიარქოსთან დაკავშირებული და მიმდინარე პროცესები ზუსტადაც პირველი რუსთავი 2-მა უთხრა ხო საზოგადოებას. მე არ შევდივარ პოლემიკაში, ვისი ინტერესი შეიძლება ყოფილიყო ეს. ჩემი ინტერესი როგორც მომხმარებლის იყო, რომ მე ინფორმაცია მიმეხო და კვირას, როდესაც პარასკევს დაწყებულ პროცესზე რუსთავი 2-მა უკვე ამბავი მომიყვა, ორშაბათს სხვა ტელევიზიებს საშინაო დავალებებიც კი არ ქონდა მომზადებული და პრაქტიკულად იმ კადრებს იმეორებდა, რაც რუსთავი 2-ს ქონდა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი პლურალიზმის პირობებში ყველა სხვა ტელევიზია უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ უფრო აქტიური გახადოს მათი საინფორმაციო პოლიტიკა და არა იმაზე, რომ მოდი ის არ იყოს და იქნებ მე მიყურონ მერე. არა, ეს არ არის ორი მიდრე. აქ თავი პრობლემა რა ჩდება იცით. იცით რა, დრო ამოგვეწურა, ახლა გაგვიყვანენ ეთერიდან. რაღაც დამატება მინდოდა თუ დრო არ არის. დიახ, იცით რა, უკვე გადავაცილეთ ძალიან ბევრი დრო, მადლობას მოგახსენებთ. არა, პირიქით, მადლობას მოგახსენებთ მოსვლისათვის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების, ასე ვთქვათ, ეპიცენტრში ვართ და ყოველი ჩვენთაგანის ვალია პატიოსნად მოვიქცეთ და ზუსტად ის პოზიცია დავიკავოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების, ასე ვთქვათ, ინტერესებშია. მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით, მშვიდ საღამოს და სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.